კარგით, კოლეგებო, მოგესალმებით. ბატონო ახო. გთხოვთ წარმოდგენილ დღის წესრიგს კენჭი უყაროთ. მადლობთ. დღეს ორი საკითხი გვაქვს განსახილველი. პირველი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონ პროექტი სააქციო საზოგადოების საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე. აღნიშნულ საკითხი არის მესამე მოსმენით მოხსენებელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ბატონი ვახტანგ თინცაძე. ბატონო ვახტანგ, გისმენთ? ეს მესამე მოსმენით არის, თუ არის რამე ცვლილება? მოგესალმებით ბატონო შუთა, მოგესალმები კომიტეტის წევრებს. როგორც ახსენეთ, მესამე მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ სააქციო საზოგადოება საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონ პროექტს. მეორე მუხთან მიმართებით იყო რედაქციული ხასიათის რამდენიმე შენიშვნა, რომელიც სრულად გათვალისწინებულია, კერძოდ ჩასწორდა მძიმე ორ ადგილას, რომელიც რა თქმა უნდა ასახულია წარმოდგენილ რედაქციაში. მადლობთ, კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ კანონ პროექტს. დიდი მადლობა. მადლობთ ბატონო ვახტანგ. ეხლა გადავიდეთ მეორე საკითხზე. ეს გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონ პროექტი ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს პარლამენტის წევრი ბატონი ლევან მაჯავარიანი. ბატონო, გთხოვთ. მოგესალმებით ყველას. ეს უკვე გამოტანილი გქონდა, თუმცა ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო მოგვიწია შემდეგ უკვე 4 შაბათს ვეღარ გამოვიტანეთ. რანგლოვა იყო ჩვენს ქვეყანაში. ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით კვლავ დაჩქარებული წესით წარმოგიდგენთ ამ კანონში ცვლილების შეტანა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. ცვლილების მიზანია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორისა და საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. კანონ პროექტის მიღების შედეგად საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. იგივე პრინციპი გავრცელდება საქსტატის საბჭოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებითაც. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნა კვლავ ღია კონკურსის საფუძველზე განხორციელდება. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ კანონ პროექტი არ აუქმებს ზედამხედველობის მექანიზმს და ანგარიშვალდებულების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინაშე. და შესაბამისად არაუგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, როგორც იყო, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას წარუდგენს საქსტატის საქმიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს. ამასთანავე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის შესახებ ეს ცვლილება გამომდინარეობს ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტიდან. ცვლილების მიხედვით საქართველოს პარლამენტის თანხმობა აღარ დასჭირდება საქსტატის აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრის დანიშვნაზე, შესაბამისი ჩანაწერები ამოღებულ იქნება რეგლამენტიდან. მადლობა. მადლობთ ბატონო ლევან. ეს საკითხი ჩვენ განვიხილეთ უკვე. დამატებით კითხვები ხომ არ გვაქვს ინვეს კოლეგებო? მაინც გამიხილეთ მეთანხმებით, მაგრამ მაინც ვკითხავ ბატონ ლევანს. აი აუცილებლობა რა იყო რა არის ამ ცვლილების? ეხლა თქვენ ამბობთ და წერია აქაც რომ საპარლამენტო ზედამხედველობას არ ეხება და ნუ კვლავ პარლამენტი იქნება ზედამხედველი, მაგრამ მაშინ რა აუცილებლობა იყო რომ ეს დანიშვნა გადაგვეტანა პრემიერის პრეროგატივაში? და რა შეცვლის ზოგადად უკეთესობისკენ? ლოგიკურ ჩარჩოებში ვსვავთ ზოგადად როგორც იყო მაგალითად პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ. ეს ჩვენ გავუერთიანეთ, უბრალოდ გადავიდა ეს ფუნქციები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, ვინაიდან ლოგიკური ასეა. ასევე მაგალითად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციები გადავიდა პროკურატურაში, ვინაიდან კონსტიტუციური ორგანოები ესენია და რა თქმა უნდა უფრო ლოგიკური იყო ამ შემთხვევაში რაღაცა კვაზი მექანიზმი რო არ არსებობდეს. ამ შემთხვევაშიც უფრო ლოგიკური არის, რა თქმა უნდა, იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობა არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და იგივე მონაცემები რაც უნდა ამოიღოს მთავრობამ, იგი არის ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი, იგი აკეთებს ამ ყველაფერზე შემდეგ უკვე დაფუძნებულ დასკვნებს და ნუ რა თქმა უნდა ლოგიკურია, რომ ჩვენ გარეშე პირდაპირ შეეძლოს დანიშნა, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ არ ვცვლით ღია კონკურსით არჩევის წესს და ასევე რახან პარლამენტი წინაშე იყო ესე ვთქვათ რეპორტინგი ყოველწლიური ეს ასევე ძალაში დარჩება რომ ჩვენც მოვისმინოთ მისი ანგარიში სიმბოლური ხასიათის ცვლილება ესე რომ ვთქვათ უფრო მოწესრიგებაზე ორიენტირებული სტრუქტურულ ნაწილში მეტი არ მადლობთ ბატონ ლევან მე დავამატები რომ მთავრობა არის ანგარიში ვალდებული რომ პარლამენტარულ ანგარიში წარუდგინოს ხოლო ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობა მთავრობისა და შესაბამისად სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელიც ლოგიკურია რომ უნდა ერჩეს პრემიერ-მინისტრის მიერ და პასუხისმგებლობა მთავრობაზე არის ამ ნაწილში კოლეგებო ვინ არის მომხრე აღნიშნული კანონპროექტის დიდი მადლობა ყველას დიდი მადლობა წარმატებულ კვირას გისურვებთ